რუსეთმა და უკრაინამ 19 მარტს 175 პატიმარი გაცვალეს. ეს ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქტია. სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები უკრაინის ჩრდილოეთით ჩერნიჰივის რეგიონის საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ და სულ მოუთმენლად ელოდნენ საყვარელი ადამიანების დაბრუნებას. მათ შორის იყო 28 წლის ალიონა სკუიბიდა, რომელმაც ლურჯი და ყვითელი ბუშტები და კარამელის ტორტი მოიტანა. ამით იგი არა მხოლოდ საქმროს დაბრუნებას ზეიმობდა, არამედ მის დაბადების დღესაც, რომელიც წინა დღეს იყო. 17 на 18 у 0:00 я выклала пост. სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ბოდიშს ვუხდიდი, რომ 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად ვერ აღნიშნავდი მის დაბადების დღეს. თუმცა ახლა სხვაგვარადაა საქმე, იგი მალე იქნება სახლში. Але зараз я все ж таки вважаю, що все ж таки 4-й годин народження вже вдома буде. ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ყველა პატიმრის გაცვლას თავაზობს. იგი დასძენს, რომ სამხედრო ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ გადადგმულ გზაზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას. ჩვენ ცოცხლები ვართ, ნამდვილად ცოცხლები ვართ. ავტობუსიდან ხედავდით ხალხს, როგორ გვიყურებდნენ და მადლობას გვიხდიდნენ. ჩვენც მადლობას ვუხდით ამ ხალხს. ჩვენ ვაგრძელებთ გამარჯვებისკენ სვლას და ჩვენი მიწისა და ჩვენი ქვეყნის დაცვას. ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით. ასე იყო, ასეა და ასე იქნება მუდამ. Так было, так будет. უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პეტრო იაცენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესი ფართო და ხანგრძლივ მომზადებას საჭიროებს. გაცვლის პროცესი არ არის სპონტანური მოვლენა. ამას თვეების განმავლობაში ფრთხილად დაგეგმვა სჭირდება. წინა პროცესი 5 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ ვემზადებოდით შემდეგი გაცვლისთვის. ანუ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად არ ვიღებთ. ლოგისტიკურადაც კი რუსული მხარისთვის ძალიან რთულია ამ რაოდენობის სამხედრო ტყვის შეკრება, რადგან ისინი დაკავებული ხავთ სხვა ადგილას, საკმაოდ შორს. ასე რომ ასეთ რაღაცებს დრო მიაქვს და დიდი ხნის განმავლობაში იგეგმება. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მათ 4000-ზე მეტი უკრაინელი ტყვე, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქე და უცხოელი გაათავისუფლეს.